მოგესალმებით ძვირფასო ადამიანებო. დღეს უცებ გეტყვით, უნდა ვყუროთ თუ არა ფილმს სახელწოდებით შეუსრულებელი მისია უკანასკნელი ანგარიშის სწორება. მოკლედ არის რაღაცები, რაც უნდა დასრულდეს, მაგალითად ფორსაჟი, მაგალითად მე-20 საუკუნის მულტფილმების ეკრანიზაციები და ასე შემდეგ. მათ შორის შეუსრულებელი მისიაც, რომელიც დასრულდა იდეაში, იმიტომ რომ ფინალური ნაწილი იყო ეს. ეს არის ამ ფრენჩაიზის მერვე ნაწილი და ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე, გაბოროტებულ ხელოვნურ ინტელექტზე. პირველი ნაწილი გამოვიდა 1996 წელს, როცა დაავადებულის არ ვიყავი. შემდეგ გამოვიდა მესამე ნაწილი, სადაც ითან ჰანთი, ანუ ტომ კრუზი, ჩალიჩობს იპოვოს კურდღლის ფეხი. ეს არის რაღაც მოწყობილო, რომელიც არავინ არ ვიცით რა არის. არც ფილმში და არც რეალობაში. სანამ 20 წელი არ გავიდა და არ გავიგეთ, რომ ეს გაბოროტებული ხელოვნური ინტელექტი ყოფილა სწორედ ეს კურდღლის ფეხი. მოკლედ რა ხდება ახლა მერვე ნაწილში. ეს ბოროტი ინტელექტი აჯანყდება და იმუქრება, რომ ატომურ ბომბებს გაუშვებოდა მესამე მსოფლიოს დავიწყებო. ხოდა ითან ჰანთი და მისი გუნდი ცდილობს, რომ ეს პროცესები შეაჩერონ და როგორც ყველა შეუსრულებელ მისიაში, აქაც წარმატებით სრულდება ყველაფერი და გამოდის, რომ მისია თურმე შესრულებადი ყოფილა მეგობრებო. ახლა უცებ გეტყვით სხვადასხვა მიზეზებს, თუ რატო გაგისტორდებათ ამ ფილმის ყურება, ან რატომ არ გაგისტორდებათ. პირველ რიგში დავიწყოთ უარყოფითით. ეს ფილმი არ გაგისტორდებათ, იმიტომ რომ არის 3 საათიანი. მეორე არ გასწორების მიზეზი არის ის, რომ მოკლედ წინა 7 ნაწილში უკვე ვნახეთ ეს რაღაც, რომ თავიდან შეუსრულებელი არის მისია, რომ თავიდან შეუსრულებელია მისია და მერე ტომ კრუზის ითან ჰანთი იმ დონეზე იხოდება, რომ ყველაფერს ასრულებს, შეუსრულებელ მისიასაც კი. შესაბამისად, აქაც არაფერი განსაკუთრებული იგივე არ ხდება, რაღაც პრობლემა არის, რომელსაც ერთი შეხედვით ვერავინ გააკეთებს, მაგრამ ითან ჰანთი გააკეთებს. შესაბამისად, ახალი არაფერი არ ხდება. მესამე მიზეზი, თუ რატო არ გაგვისწორდა ეს ფილმი, არის ის, რომ სტილს ცდება ძალიან. პირველი 7 ნაწილი შეუსრულებელი მისიის, უფრო ზუსტად 6, იმიტომ რომ მე-7 ამას გავს ძალიან. როგორ თემა იყო იცით, ითან ჰანთი არის ძალიან მაგარი პერსონაჟი, აიკონიკ პერსონაჟი არის. ინდიანა ჯონსი, ჯეისონ ბორნი, არ ვიცი, ხოდა. ესეც არის ეგეთი ტიპი ბოლო 30 წელიწადი, რომელიცაც არ არსებობს რამე, რასაც ვერ გააკეთებს. მაგრამ ამ კონკრეტულ ბოლო ნაწილში რაღაც ძალიან ტერმინატორის ვაიბები იჩიტება, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ, ბოროტი AI გაიჩნდა, რომელიც თლიან მედიას და ინფორმაციულ წყაროებს მართავს, მანიპულირებს, და მესამე მსოფლიო ომით იმუქრება. და ანუ იმერა ჩალიჩობს რა, ანუ გავანადგურებს სამყაროსო და რამე. ხოდა ძალიან ტერმინატორი VS Skynet იჩიტება, იმიტომ რომ ამას რო გაანადგურებენ, მე იხუდება ყველაფერი უკვე რა. შესაბამისად ძალიან გავს Skynet-ს ძალიან გავს ეს ხელოვნური ინტელექტი. სტილისტურად ძალიან ასდენელია, მაგალითად მე-5 ნაწილს რო შეადარო, ვერ მიხვდები ეს, ან ცალკე რო ნახო, არავინ რო არ გითხრას, რომ შეუსრულებელი მისიის მერვე ნაწილია, იტყვი რომ უბრალოდ ტომ კრუზის ძალიან მაგარი ფილმია და ვერ იფიქრებ, რომ შეუსრულებელი მისია არის. შესაბამისად, ვინც ყურადღებას აქცევს მაგას, იმათაც არ გაუსწორდებათ ამ მიზეზის გამო. ახლა უცებ დადებიზე ვისაუბროთ, რატომ გაგვისწორდა ეს ფილმი სასტავს. პირველ რიგში გამისწორდა, იმიტომ რომ 60 წლის ტომ კრუზი ისევ იგივენაირად გარბის აკეთიკით, საკუთარ სტანებს თვითონ აკეთებს, არავინ არ ეხმარება, სალტოები, გადახტომები და ასე შემდეგ, თვითონ ჩალიჩობს ყველაფერს მართლა. ძალიან დასაფასებელია და ძალიან საინტერესო სანახავიც არის. მიუხედავად იმისა, რომ 26 წელია უკვე მაგას ვუყურებთ. მეორე მიზეზი გასწორებისა არის მოკლედ ბოლო დროს ჰოლივუდი იღებს ძალიან ცუდ ფილმებს, ძალიან საშინელებებს იღებს. არის ჟანრები, სადაც არ იღებს საშინელ ფილმებს, მაგალითად საშინელებათა ფილმები. ძალიან საინტერესოა. ძალიან კაი დამთხევა რა. ხოდა, მაგალითად ექშენ ფილმებში, არის განსაკუთრებული არაფერი არ ხდება და მათ ფონზე ეს არის ძალიან მაგარი ფილმი. და მათ ფონზე არის ეს ძალიან საინტერესო ნამუშევარი. იმიტომ რომ ძალიან რთული ექშენებით არის დატვირთული რა. და ბოლო მიზეზი რის გამოც გაგვისწორდა ის არის, რომ ნოსტალგია თავის ეშვება ყოველთვის და როდესაც 30 წელი დაახლოებით. თითქმის 30 წელი ხდება უკვე რაც ეს ფილმები გამოდის, თავიდან ჟან რენო თამაშობდა, ძალიან ბევრი მსახიობი თამაშობდა სხვადასხვა ამ დროთა განმავლობაში. ხოდა ნოსტალგია თავის ეშვება, ძალიან ბევრი, ხოდა თითქმის ორი თაობა არის გაზრდილი უკვე კონკრეტულად ამ ფილმზე. შესაბამისად, ვისაც აქვს პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი, მესამე ნაწილი, კარგი სანახავი არის. თუმცა წინა ნაწილები ჯობია იმ რიგი მიზეზებისა, რაც დღეს უკვე აღნიშნეთ. 10-დან პირადად მე შევაფასებდი 6.5-ით, იმიტომ რომ ახალი არაფერი არ ხდება, ითან ჰანთი ისევ შეუჩერებელია, მისი შეუსრულებელი მისიები ისევ შესრულებადია და ბოლოს ჰეპი ენდით თორდება და მთელ კაცობრიობას გადაგვარჩენს ბატონი ითანი. მადლობა ითანი.